დოკუმენტები, რომლებიც მე-20 საუკუნის საქართველოს შესახებ მნიშვნელოვან ისტორიულ ფოტო და წერილობით მასალებს მოიცავს. ცნობილი არქეოლოგის ვახტანგ ჯაფარიძის პირადი არქივი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადაეცა. მათ შორის მიმოწერებით ცნობილ უცხოელ მეცნიერებთან ეთნოგრაფიული მასალები და დმანისის არქეოლოგიური გათხრების ამსახველი დოკუმენტები. თამარ დოლაპერიძე კი ამბობთ. ეს გახლავთ 93 წლის ფოტო, როდესაც აღმოჩნდა ქვის ქვედა პალეოლით ადამიანის ქვის იარაღები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეგ იმას უკვე მოწმობდა, რომ ესე იგი აქ იყო ძალიან ძველი დიდი ხნის წინათ ცხოვრობდა უკვე ადამიანი. დმანისის გათხრების მნიშვნელოვანი მასალა, დოკუმენტები და ფოტოარქივი, რომელიც ექსპედიციის მუშაობის 30 წლიან პროცესს ასახავს. საუკუნის აღმოჩენის ფეოდალური ქვის იარაღების და ევრაზიაში უძველესი ადამიანის ნაშთის მიგნების დეტალები. დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის ვახტანგ ჯაფარიძის პირადი არქივი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს მისი შვილის გადაწყვეტილებით გადაეცა. გადმოვეცი მამაჩემის განსვენებული მეცნიერის ვახტანგ ჯაფარიძის პირადი არქივი, რომელიც შეიცავს საკმაოდ ფართო მრავალგვარ მასალას. ეს ეხება დმანის არქეოლოგიური ექსპედიციის 33 წლიან მუშაობას, ეს ეხება მამას მუშაობას ჯანაშიას სახელობის მუზეუმში. აჯობებს, რომ ხელმისაწვდომი მიიღო სპეციალისტებისათვის ის მასალები, რომლებიც აქამდე ოჯახში ინახებოდა და ბევრ სიკეთეს და სარგებლობას მოიტანს. ჯაფარიძის არქივში ინახება ცნობილი მეცენატის დავით სარაჯიშვილისა და მისი მეუღლის ანდერძიც. დოკუმენტის თანახმად მილიონიანი ქონება ქველმოქმედების მიზნით სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებს გადაეცათ. საოცარი ეფექტი იქონია მთელი თავისი ქონება, ეს ადამიანები უშვილოები იყვნენ, გადასცეს სხვადასხვა ორგანიზაციებს, სასწავლებლებს, სკოლებს, ეკლესიებს და გაჭირებულ ხალხს. მთელი თავისი პირადი ქონება, რომელიც მათ გააჩნდათ, ეს იყო მილიონები. დაუტოვეს საქართველოს. არქეოლოგის დოკუმენტებში მნიშვნელოვანი წერილიც მოიპოვება, სადაც ბერიას ბრძანებით სარაჯიშვილის და მისი მეუღლის ეკატერინე ფორაკიშვილის ნეშტი დიდუბის პანთეონიდან ვაკის სასაფლაოზე უნდა გადაესვენებინათ. პანთეონის დირექტორი ენეკო ლუფაშვილის წერს იწერება, რომ პანთეონის გამოყოფილ ნაკვეთზე უნდა დაკრძალული იქნან ის პირნი, რომელთა მოღვაწეობაც ლიტერატურის, მეცნიერების და ხელოვნების დარგში ცნობილია. და რადგანაც დავით სარაჯიშვილი და მისი მეუღლე არ ეკუთვნიან ასეთ აღნიშნულ კატეგორიას, პანთეონის ნაკვეთზე დასატოვებელ სიაში ვეღარ დარჩებიან ისინი. ვახტანგ ჯაფარიძის პირად არქივში მისი ბიოგრაფიის ამსახველი მასალები, უამრავი სამეცნიერო, საზოგადოებრივი და მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიული დოკუმენტი ინახება. ამჟამად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ლაბორატორიაში ცნობილი არქეოლოგის პირადი არქივის აღდგენასა და შესწავლაზე მუშაობენ. უნდა მოხდეს მთელი შემოსული მასალის დეზინფექცია, კამერული დეზინფექცია. კამერული დეზინფექციის შემდეგ უნდა მოხდეს მთელი მასალის ფურცლობრივი გაწმენდა. ფურცლობრივი გაწმენდის შემდეგ ეს მიიღებს მასალები მიიღებს თავის ნორმალურ სახეს, რომელზედაც შეიძლება მე ისტორიკოსებს, არქივის სპეციალისტებს იმუშაონ. ვახტანგ ჯაფარიძის მასალების დამუშავების შემდეგ საარქივო მასალების აღწერილობა კატალოგის სახით გამოიცემა. შეიქმნება სპეციალური ვებგვერდიც, სადაც მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი განთავსდება და ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.